კონტროლირებადი ქაოსის მდგომარეობა უნდა დაედგინა ამერიკას და ეს გამოვიდა, რომ კონტროლირებადი ქაოსი ბრძოლის ველზე ინიციატივა არის ირანის ხელში. ის ირანი როგორ იბომბება და როგორ იმას განიცდის, ეს სხვა საკითხია, მაგრამ იქ არის მთავარი გეოპოლიტიკური არეალი სამეზობლოს სახით, სადაც წარმოადგენილი არიან სპარსეთის ყურის ქვეყნები და სადაც იყო ამერიკული გავლენის სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელთაც კონტროლს ამყარებდა რეგიონზე, ამათ უქმნის საფრთხეს, ერთი ჰორმუზის სრუტის სახით ქმნის შოკებს, ასე ვთქვათ, ენერგორესურსების, ამით მანიპულირებს. ამიტომ ერთ-ერთი კრიტიკული ამერიკისთვისაც დარტყმა არის უბრალოდ შეიძლებოდა, რომ ამერიკელებს ეს ქონოდათ გათვლილი ეს დარტყმა იქიდან გამომდინარე, თუ თვითონ გააკონტროლებდნენ ამ ესკალაციის პროცესს, მაგრამ ესკალაციის პროცესს ვერ აკონტროლებენ, იმიტომ რომ ირანელებმა აი თავის გარშემო სარაკეტო სისტემებით და დრონებით შეძლეს აემაზე დომინაციის მოპოვება. თუმცა ახლა შიგნით რა თქმა უნდა ძალიან დიდი ნგრევა არის და შეიძლება სხვა პროცესებამდეც მიიყვანოს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდო მგონია, რატომ ომამდეც იყო ამაზე საუბრები ანალიტიკოსებს შორის და ეხლა უკვე გამოკვეთილად სასახად უკვე ყველა საუბრობს, რომ თუ ირანი გაძლევდა რამდენიმე დღე, აი ერთი კვირა ან ორი კვირა, და პრინციპში ორ კვირას მიაღწია. იქ უკვე რეჟიმი უფრო და უფრო გაძლიერდებოდა და უფრო მეტი კონსოლიდაცია მოხდებოდა საზოგადოების. და ეს დამოუკიდებლად ჩვენ თუ მივადევნებთ თვალყურს და გავიხსენებთ, პირველი 5 დღის განმავლობაში აქტიურად ხდებოდა მეთაურების მოკლა და შემდეგ შეწყვიტეს ეს და ამის მიზეზი ის იყო, რომ ხამენეის პირველ რიგში ესმოდა ის რა პრინციპებით უნდა ებრძოლა ამერიკას ირანის წინააღმდეგ და ამის კონტრსტრატეგიად შექმნა, რომელზეც უკვე აი ომის წინა დღეებში ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მის პირველ დღეებში ნამდვილად საუბრობდნენ უკვე ეგრეთ წოდებულ დეცენტრალიზებულ მოზაიკური თავდაცვის სისტემაზე, რომელიც დაყოფილია რეგიონებად, ჯგუფებად და რეგიონად და იმათ არ აქვს რაღაც თქვა არსებობს რაღაც საერთო პოლიტიკური ის, მაგრამ სამხედრო ამოცანები აქვს საკუთარი დანიშნულების დავალების მიხედვით ასრულებენ თავიანთ საქმეს და ლიდერების ლიკვიდაციას არანაირი შედეგი არ მოაქვს. ამას მიხვდნენ ამერიკელები და შეწყვიტეს ეს.